გამარჯობა მეგობრებო, ახლა ვკითხულობდი ზიმბაბველი ავტორის ნოვაიოლეტ ბულავაიოს წიგნს, რომელიც 2013 წლის ბუკერის შორტლისტში იყო მოხვედრილი და ჰქვია We Need New Names, ანუ გვჭირდება ახალი სახელები და პირველი რამაც მიიქცია ყურადღება, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ ძალიან უცნაური სახელები აქვთ პერსონაჟებს. რამდენიმე მეგობარზე არის, მათი რაღაცა პატარა ამბით იწყება ეს რომანი და ეს რაღაც ძალიან უცნაური სახელები აქვთ და სიმართლეს გეტყვით, რომ ეს სათაური, რომ We Need New Names, ანუ გვჭირდება ახალი სახელები, თავიდან რაღაცნაირად პირველ თავში რომ უფრო ამბავსში ჩავერთე და ამას ვკითხულობდი და ვერ დავაკავშირე უცებ, რომ ეს უცნაური სახელების გამო ჰქვია ამ რომანს ეს სათაური და მხოლოდ მერეღა დავაფიქსირე უკვე მეორე თავში თავისი მეზობლების და მათი ბავშვების სახელების ჩამოთვლა რო დაიწყო და ერთ-ერთს მაგალითად ჰქვია No More Problems, ანუ მეტი პრობლემები აღარ გვჭირდება, ფაქტობრივად ეგეთი სახელი ჰქვია და მაქედან მიიქცია ყურადღება ამ ყველაფერმა და მე რაღაცა დამაინტერესა რომ მეთქი ზიმბაბვეში რამდენად ხშირია რომ ესეთ სახელებს არქმევენ თუ რაღაცა ისეთი მატრაკვეცობა არის თქო რა, იმიტომ რომ ზოგ ქართველ მწერალსაც შვევია ხოლმე რაღაცა მატრაკვეცული სახელების დარქმევა თავისი პერსონაჟების. ჩემი მოთხრობა რომელიც ეხლა ცოტა ხნის წინ დაიდო დემოჯიზე, იქაც უცნაური სახელები ჰქვია პერსონაჟებს და მეგონა რომ რაღაცა ეგეთ პონჩი არის თქო რა, მაგრამ და დაუგუგლე და აღმოჩნდა რომ თურმე ზიმბაბვეში ისევე როგორც სამეგრელოში არქმევენ ძალიან უცნაურ სახელებს ბავშვებს და ტრადიცია ყოფილა უკვე ძალიან გამჯდარი, თუმცა მე რა ვნახე რომ ეხა მაინც და მაინც ისეთი პოპულარული აღარ არის ასეთი სახელების დარქმევა, მაგრამ აი მაგალითად როდესაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოუპოვებია ზიმბაბვეს, ძალიან პოპულარული ყოფილა სახელები თავისუფლება და დამოუკიდებლობა და მერე წამოვიდა თურმე ისეთი სახელები როგორიც არის მაგალითად მოგონებები, პრობლემები არ გვინდა, არ ველოდი მაგალითად ოღონ ინგლისური ვერსიები რა თქმა უნდა და ეხა ამაზე კი მინდოდა რაღაცნაირად მელაპარაკა უფრო ლიტერატურა რამდენად კარგად გვაჩვენებს, რამდენი საერთო გვაქვს სხვადასხვა კულტურის და ეროვნების ადამიანებს მიუხედავად იმისა რომ რაღაცა გამოცდილება შეიძლება სხვანაირი გქონდეს ან ისტორია და გეოგრაფია საერთოდ ერთმანეთისგან მოშორებით იყოს ძალიან და მაგრამ ეხა კოცების პირობებში ნორმალურ კონტენტს რა თქმა უნდა ვერ გაკეთებ და ამაზე რო ვფიქრობდი ამ სახელებზე ვიფიქრე რომ ეხა დღევანდელ საქართველოში კოცებს რას დავარქმევდით თქო რა სახელები შეიძლება დავარქვათ თქო და ანუ ზიმბაბვეური ტრადიციიდან გამომდინარე ბავშვის სახელი უნდა იყოს თურმე ისეთი რომელიც აღწერს მშობლის გამოცდილებას რომელიც აი ცხოვრებაში ჰქონია ან რაღაცა ვითარებას რა ამ შემთხვევაში მაგალითად დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ქვეყნის გამოცდილების შესახებ ხო და მაგალითად რამდენიმე კოცური სახელი მინდა შემოგთავაზოთ ამ თემასთან დაკავშირებით და ვიფიქრე ესეთი რაღაცეები რომ აი მაგალითად ამ პიროვნებას დავარქმევდი რა დავაშავეთ ივანიშვილი იქნებოდა ეს რა დავაშავეთ ბატონო რა დავაშავეთ როგორ ბრძანდებით ეს პიროვნება იქნებოდა მაგალითად ბარემ თავზე დამაშენე კალაძე იქ შეიძლება რაღაცა კორუფციაც დავარქვათ პრინციპში მაგრამ მაგი შეიძლება მეტსახელი იყოს ან ეგრეთ წოდებული middle name შუა სახელი ამ პიროვნებაზე ბევრი ვიფიქრე და როგორც იცით რაც გვინდა ის შეგვიძლია დავუძახოთ როგორც გინდა თქვენ რომელი სახელითაც გინდათ იმით მოიხსენიეთ მაგრამ ბოლო ვითარებიდან და მისი რაღაცა ეს მთელი ტრაგიზმით სავსე ცხოვრებიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ამ პიროვნებას დავარქვა ღარიბაშვილი. თუ რამე უკეთესი ვერსიები გაქვთ, გთხოვთ შემომთავაზოთ კომენტარებში, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, რაც გინდათ, ის შეგიძლიათ რომ დავუძახოთ ამ ტიპს. ეს ადამიანი რა თქმა უნდა გამახსენდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამას რაღაცნაირად მარტივად შევხედე უფრო და ტკივილა დგებულაძე მინდა შემოგთავაზოთ ამ ვაჟბატონის თუ ვაჟკაცის სახელად. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად დაგვიჩაგრეს და მე მგონია რომ აი ამ ჩაგრულობის პონჩი აუცილებლად იმსახურებს ისეთ სახელს როგორიც არის მარტო მერაპონჩი დამასანქცირეს და იქნებოდა მარტო მერაპონჩი დამასანქცირეს ვასაძე. ანუ თუ სადმე შეხვდებით ხოლმე ამ ბატონ რაინდს თან რაინდულადაც არის რაღაცნაირად რაინდების ტრადიციაც იყო ეგრო რაღაცა ისეთ სახელს არქმევდნენ ხოლმე და შეგვიძლია რომ თუ სადმე შეხვდებით ბატონ რაინდს მიმართოთ ახალი სახელით მარტო მერატო დამასანქცირეს. ოღონდ ეს სწრაფად უნდა თქვა. და ბოლოს რა თქმა უნდა მინდა შემოგთავაზოთ უბრალოდ გეკა გელაძე.
ასევე კობახიძეზე ვფიქრობდი, რომ მეთქი რა ძდავარქმევდი თქო, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვიფიქრე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარიანტები იყო თან და რაღაცნაირად მაინც ენიგმატური ადამიანი არის. ხო და თუ რამე ვარიანტები გექნებათ, გთხოვთ რომ კომენტარებში შემომთავაზოთ რა შეიძლება ზიმბაბვეურ მეგრული ტრადიციის მიხედვით დავარქვათ ჩვენს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, რომელიც არ აღმოჩნდება ციხის გისოსებს მიღება. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ეხლა მთლად ისე ჩიჩილაკას და ესეთი ბურძგლა და რაღაცეები ეს ვიცით. გასაგებია, მაგრამ უფრო ის სახელი უნდა გამოხატავდეს რაღაცა გამოცდილებას ან ვითარებას, რომელთანაც ეს პიროვნება არის დაკავშირებული. ხო და თუ რამე ვარიანტები გექნებათ, გამოუშვით. ეხლა ობიექტურობაც ასევე მოითხოვს აღნიშნო, რომ თუ ვინმე ნაცებისთვის მოგინდებათ, რომ დაარქვათ რაიმე სახელი, ეგეც გამოუშვით კომენტარებში, არანაირი პრობლემა არ იქნება და ვიმსჯელოთ მაგაზეც და მაგასაც მივიღებთ ბატონო. მე ძირითადად კოცებზე მაქვს კონცენტრაცია.